ქრისტიანთა უმთავრეს რელიგიურ დღესასწაულს აღდგომას საქართველოს ყველა კუთხეში თავისი ტრადიცია ჰქონდა. მათი უმეტესობა დღემდეა შემორჩენილი. სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული რიტუალი იყო ჭონა, ალილო, რომელიც დღესაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში სრულდება. აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი მთელ სოფელს ჩამოულიდა და სააღდგომო სიმღერით საგალობლით დღესასწაულს ულოცავდა მოსახლეობას. როდესაც მახარებლები სიმღერას დაამთავრებდნენ, სახლის ბანიდან ან აივნიდან თოკით კალათას ჩამოუშვებდნენ, სადაც დიასახლისი მათ კბილეულით, ხილითა და ფულით ასაჩუქრებდა. სააღდგომო სადღესასწაულო სუფრას ამშვენებდა სააღდგომო ბატკანი, შრალად მოხარშული ღორის ხორცი, შოთის პური ყველი, მწვანილი ხილი, წითელი ღვინო და რაც მთავარია, წითელი კვერცხი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უამრავი სახის ხვნილი არსებობს კვერცხის შესაღებად, ყველაზე ნაცად საშუალებად ეენდრო და ხახვის ფურცელი რჩება. სააღდგომო სუფრის სამშვენისია პასკა. ქრისტიანები მას ოთითგანვე მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად აცხობდნენ. სააღდგომო პასკაში აუცილებლად უნდა იყოს ბევრი ქიშმიში და სპეციალური სანელებლები. რაჭაში აღდგომის დილას ლოცვის შემდეგ ხორბლის ფაფა იხარშებოდა. თონეში ლავაშებს აცხობდნენ, აღდგომის მეორე დღეს კი გიორგონთოპას ეიმობდნენ. საინტერესო რიტუალი ჰქონდათ სამეგრელოში. აღდგომა დღეს ქვევრის თავზე ბატკანს ან გოჩს კლავდნენ, აცხობდნენ ყველისა და კვერცხის კვერებს. კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ. გურიის რეგიონში სააღდგომოდ გულმოდგინედ ემზადებოდნენ. კერავდნენ ახალ სამოს, აგრეთვე სხვადასხვა ფერისა და ზომის ტყავის ბურთს. შაბათ-საღამოს დაასუფთავებდნენ სახლს და სააღდგომო კერძებს ამზადებდნენ. შუაღამისას ეკლესიაში მიდიოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ კი სასაფლაოზე გადიოდნენ, სადაც მღვდელი ტაბლებს აკურთხებდა. სააღდგომო ტრადიციებით გამორჩეული იყო სვანეთი. შუაღამისას მთელი მოსახლეობა ეკლესიაში წირვას ესწრებოდა. დილით კი სასაფლაოზე ტაბლებზე სანთლებს ანთებდნენ და სრულდებოდა საგალობლები. ძველად სააღდგომო ზეიმი მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და კვირაცხოვლობის დღესასწაულით მთავრდებოდა. კვირაცხოვლობის დღესასწაულისათვის სვანები განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. ყველა სოფელი თითო საუკეთესო ბუღას გამოარჩევდა და საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ სოფლის მოედანზე ბუღების ჯიდილი იმართებოდა. ეს ტრადიცია დღესაც ცოცხალია ტაოგლარჯეთში და თანამედროვე ართვინის ვილაიეთში. Çağırdı çatranmış lamaryan mıtsam kırmet ağı. Amar. Güre
ტრადიციულია სააღდგომო ჯეჯილის დათესვაც, რაც სათავეს იღებს ძველი ქრისტიანული წეს-ჩვეულებიდან და საქართველოს ყველა კუთხეშია გავრცელებული. მორწმუნეები ხორბალს თებშებზე ან თასზე ბზობის კვირას აღვივებენ. სააღდგომო დავიბინებულ მწვანე-ბალახზე გაგორებული წითელი კვერცხი მაცხოვრის მიერ სიკვდილის ძვებას გამოხატავს. აღდგომის მეორე დღეს ორშაბათს მთელ საქართველოში საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენება და საფლავზე კვერცხის გადაგორებაა მიღებული. ზოგ სახლში თავისი ხელით მოყვანილი ჯეჯილიც მიაქვს. აღდგომა საეკლესიო კალენდრის მიხედვით მოძრავია, მაგრამ ყოველთვის გაზაფხულს უკავშირდება განათლებისა და სიცოცხლის იმედს, ამიტომ ეს დღე ყველასათვის განსაკუთრებული და გამორჩეულია.